მოგესალმებით, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდს და გიორგი ვაშაძეს როგორც ყოველთვის. ეხლა წარმოვადგინეთ გეგმა, მართლაც ღრმა პროფესიონალად ნააზრევი გეგმა და თელი რაც შეიქმნა კრიზისი ჩვენ ესე ვთავაზობდით ალტერნატივას მთავრობას და სამწუხაროა რომ ამ კრიზისის დროს საქართველოს ყავს მთავრობა, რომელიც ყველა მაჩვენებლით აი რითაც ფასდება კარგი მთავრობა თქვათ, ხო, ეკონომიკური დისტემპი, ერთსულ მოსახლეზე შემოსავალი თქვათ, სიღარიბის მაჩვენებელი, დასაქმების მაჩვენებელი, კრიმინალის მაჩვენებელი, ყველაფერი აქვს უკუღმა, გაუარესებულია რა. და ამ პირობებში ძალიან მოკლედ ვიტყვი, ქართული ოცნების პრეტენზია რომ კიდევ მეოთხე ვადით უნდა ავირჩიოთ, თურმე ნიშნავს რომ რაც დაგაკელით ამ 8 წლის მანძილზე ვერ მოგწყვეთ, ვერ გაგანადგურეთ, აი იმ 4 წელწადში ეხლა რო ვაგირჩევთ, ვაგვირჩევთ კიდე ამას შეგისრულებთ, ხო? და ესეთ არჩევანს მე დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ნამდვილად არ გააკეთებს და ეს ქვეყანა მეც ისახურებს სუფთა ახალ პროფესიონალების გუნდს და სტრატეგია აღმაშენებელი, იმიტომ კი არა რომ ჩვენ რო ვართ აქ, ნამდვილად არის გააკეთეს შედარება, შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ადამიანები, ეს გუნდი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, რასაც ვლაპარაკობთ საქმის ვაკითხებთ ყოველდღიურად იმას. ამიტომ მარტივი არჩევანია. ან ის ხალხი, ვისაც წარსულის ადამიანები, ვისაც წლების მანძილზე არ მოგწონდა და დავიღალეთ ამ ხალხის ყურებით, ან ახალი ხალხი, რომელიც ააშენებს ახალ ძლიერ საქართველოს. მადლობა. დიდი მადლობა. თეონას თხოვ.